საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. ჩვენი გაკვეთილის თემაა სამზე გამრავლება და გაყოფა. დაფაზე მოცემულია სამზე გამრავლების ცხრილი. შევავსოთ ეს ცხრილი. რას მივიღებთ თუ ერთს გავამრავლებთ სამზე? გავიხსენოთ, თუ რიცხვს გავამრავლებთ ერთზე, მივიღებთ იმავე რიცხვს. მას ერთისა და სამის ნამრავლი უდრის სამს. რას უდრის სამისა და სამის განაყოფი? გავიხსენოთ, თუ რიცხვს გავყოფთ იმავე რიცხვზე, მივიღებთ ერთს. მას სამისა და სამის განაყოფი ერთის ტოლია. ახლა კი ვიპოვოთ ორისა და სამის ნამრავლი. გავიხსენოთ, ორზე გამრავლება გაორმაგებას ნიშნავს. მას რა რიცხვი უნდა გავაორმაგოთ? რიცხვი 3. რას მივიღებთ? 6. ახლა კი 6 გავყოთ 3-ზე. რამდენი სამეულის გამოყოფა შეიძლება 6-დან? 2-ის. მას 6 გავყოთ 3-ზე, უდრის 2-ს. ვიპოვოთ 3-სა და 3-ის ნამრავლი. გამოვიყენოთ რიცხვითი წრფე. ხედავთ, ამ რიცხვით წრფეზე რიცხვები 0-დან 30-მდე დალაგებულია 3 ბიჯით. ვითვლით წინ. რამდენი ბიჯით უნდა გადავინაცვლოთ? 3-ით. რადგან ჩვენ 3 უნდა ავიღოთ 3-ჯერ. მას თვლას ვიწყებთ 0-დან. 1, 2, 3. რა რიცხვი მივიღეთ? რიცხვი 9. 3-სა და 3-ის ნამრავლი უდრის 9-ს. რას მივიღებთ თუ 9-ს? გავყოფთ 3-ზე. ისევ გამოვიყენოთ რიცხვითი წრფივი. თვლას ვიწყებთ 9-დან, ვითვლით უკან. 1, 2, 3. მას 9 გავყოთ 3-ზე, უდრის 3-ს. ახლა კი ვიპოვოთ 4-სა და 3-ის ნამრავლი. გამოვიყენოთ ცხრილი. თქვენ ხედავთ, რომ ამ ცხრილში გვაქვს რამდენი სტრიქონი? 1, 2, 3, 4. რამდენი სვეტია? 1, 2, 3. მას ვიპოვოთ სულ რამდენი წრია სტრიქონების მიხედვით? 3 არის აღებული 4-ჯერ. ანუ 4 გავამრავლოთ 3-ზე. სულ რამდენი წრია დავითვალოთ სამეულებით? 3, 6, 12, უკაცრავად 9, 12. სულ 12 წრია. მას 4-სა და 3-ის ნამრავლი უდრის 12-ს. რა არის 4 და 3? 4 და 3 გამრავლების კომპონენტებია. მათ თანამამრავლები ეწოდება. რა არის 12? არის შედეგი. მას ნამრავლი ეწოდება. მოდით გამოვიყენოთ გამრავლების თვისება და ჩავწეროთ მეორე ტოლობა. თანამამრავლთა გადანაცვლებით ნამრავლი არ იცვლება. 3 გავამრავლოთ 4-ზე, უდრის 12-ს. რამდენი სამეულის გამოყოფა შეიძლება? მოდით დავითვალოთ. 1, 2, 3, 4. მას 12 გავყოთ 3-ზე, უდრის 4-ს. რამდენი 4-ულის გამოყოფა შეგვიძლია? დავითვალოთ. 1, 2, 3. მას 12 გავყოთ 4-ზე, უდრის 3-ს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ გამრავლება და გაყოფა ურთიერთშებრუნებული მოქმედებებია. მოდით ახლა ეს შედეგები შევიტანოთ ცხრილში. მას 4-სა და 3-ის ნამრავლი უდრის 12-ს. 12 გავყოთ 3-ზე, უდრის 4-ს. ახლა კი ვიპოვოთ 5-სა და 3-ის ნამრავლი. გამოვიყენოთ რიცხვითი წრფე.
თვლას ვიწყებთ 0-დან. ვინაცვლებთ მარჯვნივ 3 ბიჯით. რამდენჯერ? 5 ჯერ. 1 2 3 4 5. რა რიცხვი მივიღეთ? მივიღეთ 15. მაშ 5-ისა და 3-ის ნამრავლი ტოლია 15-ის. რას მივიღებთ? თუ 15-ს გავყობთ 3-ზე. გამოვიყენოთ რიცხვითი წრფე. თვლას ვიწყებთ 15-დან. ვინაცვლებთ მარცხნივ. 3 ბიჯით 1 2 3 4 5. მაშ 15 გავყოთ 3-ზე, უდრის 5-ს. რას მივიღებთ თუ 6 გავამრავლებთ 3-ზე? გამოვიყენოთ რიცხვითი წრფე. თვლას ვიწყებთ 0-დან. ვინაცვლებთ 3 ბიჯით. 1 2 3 4 5 6. პასუხია 18. მოდი ასევე გამოვიყენოთ ცხრილი. თქვენ ხედავთ ცხრილს, რომელზედაც არის გამოსახული ოთხკუთხედები. დავითვალოთ, რამდენი სტრიქონია ცხრილში. 1 2 3 4 5 6. თითოეულ სტრიქონში რამდენი ოთხკუთხედია? 1 2 3. მაშ 6 ჯერ არის აღებული 3. ჩავწეროთ 6 გავამრავლოთ 3-ზე. რიცხვითი წრფის გამოყენებით ჩვენ გავიგეთ, რომ 6-ისა და 3-ის ნამრავლი 18-ის ტოლია. მოდით ახლა დავითვალოთ ცხრილის მიხედვით სამეულები და გავიგოთ სულ რამდენი ოთხკუთხედია. 3 6 8 12 15 18. პასუხია 18. მაშ 6-ისა და 3-ის ნამრავლი უდრის 18-ს. ახლა კი გავიგოთ, რას უდრის 18 გავყოთ 3-ზე. რამდენი სამეულის გამოყოფა შეგვიძლია? 1 2 3 4 5 6. მაშ 18 გავყოთ 3-ზე, უდრის 6-ს. ჩავწეროთ ცხრილში. 6-ისა და 3-ის ნამრავლი უდრის 18-ს. 18 გავყოთ 3-ზე, უდრის 6-ს. ახლა კი გავიგოთ, რას უდრის 7-ისა და 3-ის ნამრავლი. გამოვიყენოთ რიცხვითი წრფე. რა რიცხვია აღებული შესაკრებად? 3. რამდენჯერ? 7 ჯერ. მაშ ვიწყებთ თვლას 0-დან. 3 ბიჯით ვინაცვლებთ წინ. 7 ჯერ. 1 2 3 4 5 6 7. პასუხია 21. მაშ 7-ისა და 3-ის ნამრავლი უდრის 21-ს. რას უდრის 21? გავყოთ 3-ზე. ჩვენ ვიცით, რომ გამრავლება და გაყოფა ურთიერთშევრდომილი მოქმედებებია. მაშ თუ 7-ისა და 3-ის ნამრავლი 21-ის ტოლია, 21 გავყოთ 3-ზე არის 7. ახლა კი ვიპოვოთ 8-ისა და 3-ის ნამრავლი. ისევ გამოვიყენოთ რიცხვითი წრფე. რამდენი ბიჯით უნდა გადავინაცვლოთ? 3. რამდენჯერ? 8 ჯერ. თვლას ვიწყებთ 0-დან და მითვლით მარჯვნივ. 1 2 3 4 5 6 7 8. პასუხია 24. მაშ 8-ისა და 3-ის ნამრავლი უდრის 24-ს. ახლა კი გავიგოთ, რას უდრის 24-ისა და 3-ის განაყოფი. თუ 8-ისა და 3-ის ნამრავლი 24-ს უდრის, რას უდრის 24-ისა და 3-ის განაყოფი? უდრის 8-ს. ყურადღებით დააკვირდით გამრავლების შედეგად მიღებულ შედეგებს. 3 6 9 12 15 18 21 24. რამდენით მეტია ყოველი მომდევნო რიცხვი წინაზე? 6 3-ზე 3-ით მეტია, 9 3-ზე 3-ით მეტი, 12 9-ზე 3-ით მეტი,
15, 12-ზე 13, 18, 15-ზე 13, 21, 18-ზე 13, 24, 21-ზე 13. მაშინ როგორ ვფიქრობთ, რას უდრის 9-სა და 3-ის ნამრავლი? რა თქმა უნდა, 27. 27, 24-ზე 13-ია. რას უდრის 27-სა და 3-ის განაყოფი? თუ 9-სა და 3-ის ნამრავლი 27-ის ტოლია, მაშინ 27-სა და 3-ის განაყოფი უდრის 9-ს. ახლა კი გავიგოთ, რას უდრის 10-სა და 3-ის ნამრავლი. გამოვიყენოთ გამრავლების თვისება. თანამამრავლთა გადანაცვლებით ნამრავლი არ იცვლება. ჩავწეროთ მეორე ტოლობა 3, გავამრავლოთ 10-ზე. რამდენჯერ არის აღებული 10? 3-ჯერ. რას უდრის 3-სა და 10-ის ნამრავლი? 30-ს. ახლა კი 30 გავყოთ 3-ზე. რას მივიღებთ თუ 30-ს გავყობთ 3-ზე? თუ 3-სა და 10-ის ნამრავლი 30-ის ტოლია, მაშინ 30 გავყოთ 3-ზე უდრის 10-ს. ახლა კი ამოვხსნათ ამოცანა. სამმა მეგობარმა 15 წიგნი იყიდა. თითოეულმა ერთი და იმავე რაოდენობის. რამდენი წიგნი იყიდა თითოეულმა? რა ვიცით ამოცანის პირობის მიხედვით? სამმა მეგობარმა 15 წიგნი იყიდა. თითოეულმა ერთი და იმავე რაოდენობის. რისი პოვნა გსურს? რამდენი წიგნი იყიდა თითოეულმა? მოდით გავაკეთოთ ამ ამოცანის მოკლე ჩანაწერი. მაშ რამდენი წიგნი იყიდა სულ სამმა მეგობარმა? იყიდა 15 წიგნი. წერთ სულ 15. რამდენმა მეგობარმა იყიდა 15 წიგნი? 3-მა. მაშ მეგობარი 3. რისი პოვნა გსურს? რამდენი წიგნი იყიდა თითოეულმა? კითხვა თითოეულმა კითხვის ნიშანი. ამოვხსნათ ამოცანა. ამისათვის დავხაზოთ სქემატური ნახაზი. მაშ რამდენმა მეგობარმა იყიდა 15 წიგნი? 3-მა. 3 წრე დავხაზოთ. 1, 2, 3. რამდენი წიგნი იყიდა 3-მა მეგობარმა? 15. მაშ მოდით გამოვიყენოთ ფერადი მაგნიტები. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ ჩახაზოთ წრეებში, ან წრეები, ან სამკუთხედები. თქვენ როგორც გსურთ და 15 წიგნი, ანუ 15 ფერადი მაგნიტი თანაბრად გავანაწილოთ 3 წრეში. და ვნახოთ თითოეულს რამდენი შეხვდება. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15. მას ჩვენ 15 ფერადი მაგნიტი თანაბრად გავანაწილეთ 3 წრეში. რამდენი მაგნიტია თითოეულ წრეში? დავითვალოთ 1, 2, 3, 4, 5. 1, 2, 3, 4, 5. 1, 2, 3, 4, 5. თითოეულ მეგობარს შეხვდა 5 წიგნი. რა მოქმედებით უნდა გამოვხატოთ ეს განაწილება? გაყოფით. მას 15 გავყოთ 3-ზე, რადგან 3-მა მეგობარმა გაინაწილა წიგნები და შედეგია 5. თითოეულ შეხვდა 5 წიგნი. პასუხი 5 წიგნი. ახლა კი ამოვხსნათ მეორე ამოცანა. 21 ბიჭი ფეხბურთის სათამაშოდ
თანაბრად გაიყო 3 გუნდად. რამდენი მოთამაშე იქნება თითოეულ გუნდში? რა ვიცით ამოცანის პირობის მიხედვით? ჩვენ ვიცით, რომ 21 ბიჭი ფეხბურთის სათამაშოდ თანაბრად გაიყო 3 გუნდად. რისი პოვნა გსურს? რამდენი მოთამაშე იქნება თითოეულ გუნდში? გავაკეთოთ ამ ამოცანის მოკლე ჩანაწერი. მაშინ რის რაოდენობას აღნიშნავს რიცხვი 21? რამდენი ბიჭია ფეხბურთით სათამაშოდ გამოსული? მაშინ სულ 21. რამდენ გუნდად დაიყო ბიჭები? 3 გუნდად. წერთ გუნდი 3. რისი პოვნა გსურს? რამდენი მოთამაშე იქნება თითოეულ გუნდში? კითხვა თითოეულში. კითხვის ნიშანი. შეგვიძლია გამოვიყენოთ სქემატური ნახაზი. რამდენი წრე უნდა დავხაზოთ? 3, რადგან 3 გუნდად გაიყო ბიჭები. 1, 2, 3. რამდენი ფერადი მაგნიტი უნდა გავანაწილოთ 3 წრეში? 21, რადგან 21 ბიჭია. ნახოთ, თითოეულ წრეში რამდენი ფერადი მაგნიტი მოთავსდება. მაშინ 21 ფერად მაგნიტს ვანაწილებთ თანაბრად 3 წრეში. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21. დავითვალოთ ერთ წრეში რამდენი ფერადი მაგნიტია? 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. მეორე წრეში 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. მესამეშიც 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. მაშინ თითოეულ გუნდში 7 ბიჭია. რა მოქმედებით უნდა ამოხსნათ ეს ამოცანა? გაყოფით 21 უნდა გავყოთ 3-ზე. რას უდრის? 7. მაშინ პასუხი 7 ბიჭი. მაშინ ჩვენ დღეს შევისწავლეთ 3-ზე გაყოფა და გამრავლება. გამოვიყენეთ რიცხვითი წრფე და ცხრილები. ასევე ამოხსენით 2 ამოცანა. ამით ჩვენი გაკვეთილი დასრულდა. გისურვებთ წარმატებებს.